ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე განაცხადა. ევროკომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უძღვის პრინციპებს, რომლებსაც ეყრდნობა ვიზა ლიბერალიზაცია და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ამასთან პრესსპიკერმა გაიმეორა ორეტაპიანი მიდგომის შესახებ და აღნიშნა, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმი ორეტაპიანია. პირველი ეტაპი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეხება. ასევე არის შესაძლებლობა გარკვეულ მომენტში თუ უკუსვლა გაგრძელდება, მთლიან მოსახლეობაზე გავრცელდეს. ომბუდსმენის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვა, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია. საკითხი შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. შეგახსენებთ, მანიფესტაციის შესახებ კანონი გასულ წელს გამკაცრდა. ომბუდსმენის აპარატის განმარტებით კი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად კონსტიტუციურ სარჩელში სადაოდ არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე ჯარიმის ოდენობა. ეს მისი კონსტიტუციური უფლება, ამიტომ ჩვენ მივესალმებით ყველა ასეთ შესაძლებლობას, თუ აქვთ მათ სურვილი, რომ გამოიყენონ სამართლებელი რესურსები, სამართლებელი ბერკეტები, მაგრამ ამავე დროს, რაც არ უნდა დაუვიწყოთ ყველა ჩვენგანმა, ეს არის ის, რომ სახელმწიფოს აქვს ასევე იმის უფლება, რომ დაიცვას საკუთარი თავი, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები და დაიცვას ზოგადად სახელმწიფოებრიობა, როდესაც არის მასზე შეტევა. შესაბამისი კანონმდებლობა სწორედ ამ კონტექსტში იყო მიღებული, რომ პირველეს ყოვლისა დაცული ყოფილიყო საზოგადოებრივი წესრიგი, დაცული ყოფილიყო სახელმწიფოებრიობა. სხვა მხრივ ჩვენ ვნახავთ რა კონკრეტული არგუმენტები ექნება სახალხო დამცველს და ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ ჩავერთოთ ამ სამართლებრივ პროცესში. ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა ერთ დღეს ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი და ეს დღეც არც ისე შორსაა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა მიიღო სომხური მხარისგან მოთხოვნა, რომ სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტი დაშვებულიყო და ბაქომ ფაქტობრივად სამხრივად გახსნა დერეფანი სომხეთისთვის. ილჰამ ალიევის მტკიცებით, აზერბაიჯანის პრიორიტეტი რეგიონი და მისი უშუალო მეზობლებია. ძალიან მიხარია, რომ დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან გარდა, რა თქმა უნდა, სომხეთისა. კარგად ცნობილი მიზეზების გამო, ფაქტობრივი მშვიდობის დამყარების შემდეგ ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და ექსპორტის ოპერაციები, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები გრენლანდიასთან დაკავშირებით შეიმუშავებს გეგმას, რომლითაც ნატო კმაყოფილი იქნება. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია უსაფრთხოებისთვის სჭირდება. ამასთანავე საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრენლანდიაზე ტრამპის მუქარების ფონზე ევროპარლამენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინა. კერძოდ აღინიშნება, რომ ევროპარლამენტის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის გამო ტარიფებზე ტრამპის მუქარების ფონზე მათ შეერთებულ შტატებთან საკვანძო სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინეს. ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ხელისუფლებაში მალე აღარ იქნება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ მაკრონი გრენლანდიასთან დაკავშირებით პოზიციას არ შეიცვლის, ფრანგულ ღვინოსა და შამპანურზე 200%-იან ტარიფებს დააწესებს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას გრენლანდიას და დანიის სამეფოს თავიანთი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვაში, ხოლო მუქარა ან ტარიფები ვერ შეცვლის აღნიშნულ პოზიციას. როგორც კაია კალასი აღნიშნავს, ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები ქმნის ვითარებას, რომელიც ევროკავშირს აქამდე არასდროს ჰქონია. გრენლანდია სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ეს საიდუმლო არ არის. მის მახლობლად საკვანძო წყალქვეშა მარშრუტებია და მის ქვემოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეული, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი ხვალ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით შეხვედრა დაადასტურა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ კრემლის ლიდერს ხვალინდელ განრიგში ჩანიშნული აქვს მოლაპარაკებები ვიტკოფთან და კუშნერთან. მანამდე რუსული სახელმწიფო სააგენტოები უწყებოდნენ, რომ დავოსში ვიტკოფი კრემლის სპეციალურ წარმომადგენელს კირილ დმიტრიევს შეხვდა. მათი საუბარი დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.